მე-12 საუკუნე 1084 წელი გიორგი მესამე გარდაიცვალა! გიორგი მესამე გარდაიცვალა! სამეფო კარის დიდებულები გიორგი მეფის ასulis თამარის გამეფებას აპირებენო. ვერიჰა, მეფე და ქალი. სუ გაგიშებულან. 1184 წლის 27 მარტს, ვნებისკვილის სამშაბათს, გიორგი მესამე კახეთში გარდაიცვალა. დიდი მწუხარებით დაიტირა სრულიად საქართველომ თავისი ძლევამოსილი მეფე. მიუხედავად იმისა, რომ თამარი მამის სიცოცხლეში მისივე თანამოსახდრე იყო, ქალის ტახტზე აყვანა არა მარტო მაჰმადიანური, ქრისტიანული სამყაროსთვისაც უჩვეულო ამბავი გახლდათ. თქვენო უდიდებულესობავ, უკვე დროა. და მეფედ კურთხეულ იქნება თამარი, გიორგი მესამის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. მეფეთ მეფე და დედოფალი, აფხაზთა, ქართულ, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით ამყრობელი. მეფედ მეორედ კურთხევის ცერემონიალი სამეფო კარის გარიგების დაცვით დიდი ზეიმით ალასრულეს. მამისის დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს, როგორებიც არიან ამირ სპასალარი, ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი, ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ. ის ქალია და არ იცის როგორ მართოს სამეფო კარის სადავეები. ეს უგვაროები კი დაღუპავენ საქართველოს. მე ჭურჭლეთ უხუცესი ყუთლუ არსლანი, ვაცხადებ რომ უნდა შევქმნათ სახელმწიფო კარავი. მეფეო, აჯანყებულები თქვენსკენ მოდიან. დაიცით რომ მათ მოსალაპარაკებლად ჩემი ორი გამოჩენილი მანდილოსანი, კრავაი ჯაყელი და ხუაშაკ ცოქალი ეახლება. მეფეს დასტყობია კარის მზაკრული ხელი, ვიციმე მათი მოწყალება, ჯერაც არ ჩამქრალა ცეცხლი ივანე ორბელის ნამოსახლარზე. მეფეს გადაეცირო! მეფეო, ღმერთია მოწამე, არასოდეს გამიტეხავს სიტყვა, გადაეცი აჯანყებულებს მეფე შეიწყალებს ყველას, ვინც დაიფიცებს და დაივიწყებს ამ ბოროტ ზრახვას. და თუ შეთქმულები უარს იტყვიან ჩემს პირობაზე, ფიცავ მამა ჩემის სულს, დიდ მარხვამდე ვეღარავინ გაიხსენებს თქვენს გვარს. მოლაპარაკებისა და დათმობების შემდეგ მოხერხდა სამეფოში მშვიდობის აღდგენა. კარავის დაარსების იდეა უარყოფილ იქნა. მეფის გადაწყვეტილებით აჯანყებულების სიკვდილით არ დასაჯეს. მას შემდეგ თამარმა საქართველოში სრულიად გააუქმა სიკვდილით დასჯის კანონი. ის დიდ პატივს სცემდა ადამიანის უფლებებს და სიცოცხლის თავისუფალ ნებას. თამარმა იერუსალიმიდან მოიხმო კათალიკოსი ნიკოლოზ გულაბერიძე და 1185 წელს მოიწვია საეკლესიო კრება. წმინდანო მამებო, თქვენ ღმრთის მიერ განჩინებულნი ხართ ერისა და ეკლესიის სულიერ მოძღვრებად. ჭეშმარიტებით გამოიძიეთ ველა ის სიბინძურე და სიბოროტე, რაც ეკლესიების განაგებისას ხდება. დაიწყეთ ჩემიდან, რადგან ეს შარავანდი მეფობისთვის მომენიჭა და არა საღმრთო საქმისთვის. ნუ აგეხვევათ თვალი მთავართა სიმდიდრეზე და ნურ ძღარიბებს უარყოფთ სიმცირისთვის. თქვენ როგორც მღვდელნი და მე როგორც მეფე, უნდა ვიზრუნოთ ერის ზნეობრივ წინსვლაზე. თამარ მეფემ საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად პირველ რიგში სახელმწიფო თანამდებობებზე თავისი მომხრეები დანიშნა. წიგნობართუხუცესად არჩეული იქნა ანტონი, მამამისის აღზრდილი, გონიერი და ერთგული პიროვნება. ამირ სპასალარად სარგის მხარგრძელი, ჭიაბერს გიორგი მეფის გაზრდილს და მის უერთგულეს მომხრეს ჩააბარა მამდატურთუხუცესობა. მან ასევე დანიშნა სხვა ხელისუფლებიც, თამარმა ძღვენი თაღავსო ეპისკოპოსები და შესაწირავი გაგზავნა ეკლესიებში. ქმარი ისე აურჩიეს, რომ თამარისთვის არაფერი უკითხავთ. თანაც ვინ? რუსეთის დიდი მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური, იგივე გიორგი რუსი,
რომელიც გაძევებული იყო სამთავროდან და იმყოფებოდა ყივჩაღეთში. თამარი არ იყო ამ ქორწინების მოწადინე, მაგრამ მისი მამიდის, რუსუდანის თანადგომით დაითანხმეს. ამირა აბულასანს მგონი უჩემოდ გადაუწყვეტია ყველაფერი. ცხენებიც კი შეუკაზმავთ, რომ უცხო კაცს პატივით იახლონო. და ქმრად ჩამომგვარონ, შენც ისე გადაწყვიტე ჩემი ბედი, რომ მე არაფერი მკითხე? შენ ხომ იცი, რომ ამ ყველაფერს შენი სიკეთისათვის ვაკეთებ. ისიც კი არ ვიცი, ვინაა და რაზნისაა. ქორწინება ღვთაებრივი საიდუმლოა. განა ასე უდიერად შეიძლება? ძალიან აქო ამირამ. ის რუსთმთავრის ანდრია დიდის ძეა, უფლისწულია და გეკუთვნის. ერთმორწმე იგი გერჩივნოს მუსლიმ საქმროებს. შენ და შენ გაყვებოდი? მე არჩევანი არასოდეს მქონია. ჩვენის დაბადებიდან წაგვართვეს. გიორგი რუსმა მალევე გამოავლინა თავისი მანკიერი ზნე და ხასიათი. თამარმა მხოლოდ 2 წელი გაძლო მასთან ერთად თანაცხოვრებაში და ამ პერიოდშიც ავის მეტი არაფრით გამოუჩენია თავი რუსი მთავრის ვაჟს. მეფემ მიიღო დროული გადაწყვეტილება და გიორგი რუსი კონსტანტინოპოლში გააძევა. არაჯერ არს მის თანადათმენა, რამე თუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისასა. მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვეყრე მტვერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერ. ამ ყველაფრის შემდეგ თამარი უშვილოდ დარჩა, რასაც მთელი საქართველოს მოსახლეობა წუხდა. თამარს დაქორწინება აღარ სურდა, მაგრამ რადგან სახელმწიფოს ინტერესები მოიცხოვდა, დათანხმდა ამ ნაბიჯის გადადგმას. დიდებულებმა არჩევანი შეაჩერეს ოსთა უფლისწულზე დავით სოსლანზე, რომელიც აღზრდილი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის კარზე. მათ შუამავლობა რუსუდანს თხოვეს, რომელიც ღრმად იყო დარწმუნებული ოსი უფლისწულის მრავალმხრივ სიმამაცესა და სიკეთეში. 1189 წელი დააკურთხოს ღმერთმან კავშირი თქვენი და დაამყაროს სიყვარული და ერთობა თქვენთა შორის, ერთ ხორცს და ერთ სულ. ქორწილის შესაფერისი გრანდიოზულობით გადაიხადეს დიდუბის სასახლეში. ამ დროიდან დავით სოსლანი მტკიცედ ჩადგა საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში და ჭეშმარიტად ღირსეულ მეუღლეობას უწევდა მეფე თამარს. თქვენო უდიდებულესობავ, გიორგი რუსი ჩვენს საზღვრებს აჯანყებულთა ჯარით მოადგა